თქვენ უყურებთ Rush Drives, ეს კი ჩვენი დღევანდელი რაშია. Zig 001 flagship-ი 2025 წლის. როგორც ხედავთ, ეს არის ევროპული ვერსია, გამომდინარე იქიდან არ გვაქვს ლიდარი პანორამაზე. განსხვავებით შინურისგან კიდევ ბევრი რამ აქვს. ეს არის პირველ რიგში ცხენები, რომელიც საკმაოდ შემცირებულია. არ ვიცით რატომ ეს ოფიციალური ახსნა ამისი არ არსებობს, მაგრამ ამ მანქანას აქვს შემცირებული ცხენები, 554 ცხენი აქვს, ეს 686 ნიუტონიმეტრი აქვს და საკმაოდ ყოველდღიური, სწრაფი, კომფორტული, ძალიან ბევრი რამ არის ეს მანქანა. და მათ შორის არის shooting brake-ი. ალბათ იკითხავთ ეს საშინელი სიტყვა, რომელიც ვახსენე, საერთოდ რას ნიშნავს? Shooting brake ნიშნავს, რომ არის გრძელწხვირიანი, crossover-ის ტიპის სწრაფი, სპორტული მანქანა. აუ, ბლად, ავტომობილი, დედა გვინდოდა რომ აგვერჩია რაღაცნაირ დიაპაზონში Tesla-სა და Porsche Taycan შორის. იმიტომ რომ ერთი საკმაოდ უხარისხოა, ჩემი აზრით Tesla-ზე მაგ რა თქმა უნდა საუბარი და იქიდან გამომდინარე რომ არ არსებობს ოფიციალური არც დილერი, არც ოფიციალური ნორმალური ხარისხენის სერვისი, თვლით რომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი ჩვენთვის მისი ყიდვა. ხოლო რაც შეეხება Porsche Taycan-ს, მისი ციფრები ფასკულის ხო რა თქმა უნდა არის უბრალოდ ასტრონომიული. მაქედან გამომდინარე, მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, ამ ფანტასტიკურ მანქანამდე. ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის ეს პიროვნება? ვინ არის ეს სტაფილოსფერი პორტოხალი? საიდან მოვიდა? რატომ გააკეთა ზიკრმა კონკრეტულად ეს მანქანა? მე ვფიქრობ, ზიკრმა ყველაზე სწორი პოზიცია დაიკავა, რაც გულისხმობს დღევანდელი ევროპული მანქანების და მოდი აზიას შევიყვანოთ, იმიტომ რომ Toyota-ს ბრენდია, Lexus-ის პოზიციას. მე ვფიქრობ, რაღაც დრო გავა და ჩვენ ვნახავთ, რომ ეს მანქანა და ეს ბრენდი იქნება ასოცირებული Lexus-თან. და ამას აქვს მხოლოდ ერთადერთი მიზეზი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ თუ რომელი მანქანა, რომელი ბრენდი, რომელი მოდელი რას წარმოადგენს. კონკრეტულად ეს წარმოადგენს უფრო მეტად კომფორტს და ხარისხს ვიდრე სპორტულობას. შესაბამისად ხედავთ, რომ BYD საპირისპიროდ აკეთებს. უფრო მეტად წარმოადგენს სპორტულობას, წვეტიან ხის ვიზუალს, ვიდრე კომფორტს და ვიდრე გამძლეობას. ეს არ არის რაღაც ფაქტი, ეს არის ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი აზრი, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არსებული ელექტრომანქანა არ არის პირველი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ აუცილებელია გავითვალისწინოთ აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გამოცდილება და ახსნი რატომ. შეძენამდე, ამ ავტომობილის შეძენამდე მივხვდი, რომ ელექტროავტომობილი მინდოდა და ვფიქრობდი, რომელი და ანუ ეს დიდი კითხვა მქონდა და დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში ვარჩევდი. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩინური ინდუსტრიისთვის, ჩინური ბაზრისთვის ნდობა არ გამომეცხადებინა, წავედი ისევ ევროპულისკენ, მივხვდი, რომ ევროპულისთვის ფიზიკურად თანხა არ ყოფნიდა და შემომჩნიე, რომ კორეელები და კონკრეტულად Kia საკმაოდ ლამაზი ვიზუალის ავტომობილს გვთავაზობდა EV6-ის სახით. ვიზუალმა არ მოგატყუოთ ამ მანქანის ფასი დაახლოებით მერყეობს 55-დან 60,000 დოლარამდე. რა თქმა უნდა, გულისხმობ აბსოლუტურად 0 კილომეტრის ცენტრის უახლეს მანქანას, იმ დროისთვის უახლეს მანქანას, რომელიც იყო 23-24 წლიანი და ზუსტად 1 წლის თავზე მანქანამ დაიწყო პრობლემები, რომელიც იყო უბრალოდ შოკის მომგვრელი. დაწყებული სალონის ხმაურიდან დამთავრებული სკამის გატეხვამდე მანქანას გაუჩნდა, უკანა მოტორს გაუჩნდა ხმა, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს რატომ მოხდა, იმიტომ რომ მაგ მანქანას როგორც საკუთარ შვილს ისე უვლიდი. ამჯერად ვენდე ჩინელებს. უკვე თითქმის 8000 კილომეტრია უკვე. რა ვფიქრობ? ეს კითხვა ძალიან ბევრჯერ გამიჩნდა. დაახლოებით ამ თითქმის 5 თვის მანძილზე ალბათ 1-200 ჯერ მაინც დავუსვი ჩემ თავს ეს კითხვა და მივხვდი, რომ
აი უღრმესი მადლობა მინდა რომ გადაუხადო ჩინელებს, მინდა რომ გადაუხადო Volvo-ს, Geely-ს, Zeekr-ს, ყველას აბსოლუტურად. ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი, მხოლოდ ერთი. ამ 7000 კილომეტრის განმავლობაში ძალიან ბევრი ცუდი რამ გადახვდა, გზად ელექტროდამტენი გაითიშა, ვერ მოახერხე მანქანის დატენვა, არანორმალურად დიდი რეინჯი გავიარეთ მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გვეწერა ეგ დაშბორდზე ეგრეთ წოდებულზე. დამატებული ამას სპორტული თვალსაზრისით სულ მაინტერესებდა, სად იქნებოდა ლიმიტი მინიმალური ბატარეის, მინიმალური შესაძლებლობის ელექტრომანქანების, რომ ვეღარ განევითარებინა ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ მანქანას, ამ ავტომობილს უწერია 0-დან 100-მდე ზუსტად 3.8 წამი. ძალიან ლამაზი განათებული ისეთი რაღაცნაირად მერსედესული S-კლასური გემოვნებიანი დახვეწილი ვიზუალია შიგნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მზივართ ელექტრომობილში, რაც ელექტრომობილებს დიდად არ ახასიათებთ, კი ვიცით. მაინც ფიქრობ, რომ არსებულ ელექტრომობილებს შორის, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც არის ხელმისაწვდომი საქართველოში, კიდევ ერთხელ გამეორდები, არის ძალიან კარგი ვარიანტი. პირველ რიგში აუცილებლად დავიწყებს სიარულით. ამ მანქანის მოძრაობა არის უკომფორტულესი. ამჟამად მოძრაობთ ეკომოუდით და ვფიქრობ, რომ ეკომოუდშიც კი, როდესაც 22-იან საბურავებს, 22-იან დისკებზე ვდგავართ, არის უზომოდ კომფორტული. ასევე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი საჭე, ძალიან კომფორტულია, ხელში კარგად ძის, ტყავიც ხარისხიანია. ბოლო დროებში იქიდან გამომდინარე, რომ Lexus-ის მაგარ ბრენდებს ახასიათებთ დაწვრილებული პატარა ბავშვის ჭუჭუსავით რულები, ეს ყველაფერი ჩვენთან არ ხდება. ხარისხიანი და გაკეთებული, რა თქმა უნდა, აქაც ეს ლოგოც ლამასად, ვერცხლისფერი მეტალის დეტალებით. ერთადერთი დიდი მინუსი, ესე რომ ვთქვათ, დიდი, როგორც მე პატრონისთვის იქნება ის, რომ ორივე მარცხენა თუ მარჯვენა მხარეს გვაქვს სენსორული ღილაკები. არ ვიცი, მე რამდენად უნდა ვთქვა ეს სხვა ავტომობილშიც მithქვამს, აქაც ვიტყვი და განმეორდები მილიარდჯერ იქამდე, სანამ ამას არ მიხვდებიან და არ გამოასწორებენ ნებისმიერი ზემოთხსენებული ბრენდები, როგორც არის Mercedes-ი, Ferrari და ამ შემთხვევაში Zeekr-იც. ძალიან დიდი დისკომფორტია, როდესაც მოძრაობ და გიწევს ყურება თუ სად აჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ესე რომ ვთქვათ, შეხება head-up display-ზე აღიწერება, მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია, მაინც რაღაცნაირია, აი, არა, მოკლედ არა. ეს ჩვენი სავარძლები, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ალკანტარა, ძალიან კომფორტულია. მე მომწონს ის, რომ დაბრუნდა ეს ძველი ტენდენცია, რომელიც წამყვან ბრენდებს ჰქონდათ და განიერ, ესე რომ ვთქვათ, გემრიელ სავარძლებზე გადავედით, ისევ რადგან ერთი პერიოდი რაღაცნაირად 2014-15 წლიდან როგორც დიდ ბრენდებში, ისე ჩვეულებრივ ბრენდებში შევატყეთ, რომ ძალიან რაღაცნაირად მომცრო და ძალიან ცუდი სავარძლები გვხდებოდა. ისიც მომწონს, რომ ტყავი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გაგრილებაც, გათბობაც და მასაჟიც გვაქვს ამ მოცემულ სავარძელზე, მაინც მომწონს, რომ ტყავი არ არის, ზაფხულში უფრო კომფორტულია, მთელი ზაფხულის განმავლობაში დიდი სიამოვნება მივიღე მაქედან გამომდინარე, ასევე შემიძლია დავამატო, რომ ტყავის ვერსიაშიც ვარ ნაჯდომი, რომელსაც ტყავის სავარძლები აქვს და დიდი დისკომფორტია ნამდვილად, იმიტომ რომ ზაფხულში, როდესაც ტრაკს დადებ ცხელ ტყავზე, აგეწვება ერთი ადგილი და გინდა რომ მანქანიდან გადახვიდე, მაგრამ ვერ გადადიხარ, იმიტომ რომ სადღაც გეჩქარება, დიდი დისკომფორტია. სავარძლები ფანტასტიურია, მასაჟიც გავტესტე და H4-ს გაარტყა, ფანტასტიურია, ძალიან მომწონს. შემდეგში აუცილებლად ვისაუბრებ იმაზე, რომ ეს განათებები არის ძალიან ესთეტიური, ძალიან ლამაზი, არც ბევრია, არც ცოტაა, ზუსტია, რაოდენობრივად, ზუსტია განათების ხრივად. ახლა ბოლომდე არის, ესე რომ ვთქვათ, ამ განათების სიმძლავრე აწეული და ლამაზად, გემრიელად ჩანს ეს ყველაფერი. ძალიან მომეწონა, ესე რომ ვთქვათ, Yamaha-ს დინამიკებში
ინტეგრირებული ეს განათება, ძალიან მომწონს რომ ხედავ როგორც კარებზე, ასევე წინ მთლიანად დეშბორდზე ხედავ კარბონს, რომელიც არის შავი ნაცრისფერში, არის გლოს კარბონი, არ არის უხეში, ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მომწონს ფორთოხლისფერი ეს რკინის დეტალები, რომელიც რა თქმა უნდა შეხამებულია ამ ფორთოხლისფერ ნაცრისფერ ალკანტარასთან. ძალიან ბევრი ნამუშევარი არის ამ ავტომობილზე ინტერიერში განსაკუთრებით რა და ეს აბსოლუტურად ყველაფერს ემჩნევა. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს ავტომობილი, რომელიც ცენტრის კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცენტრის ფასი არის $60,000, ეს ავტომობილი რომ იყოს ნებისმიერი გერმანული ან იაპონური ბრენდის, რა თქმა უნდა გულისხმობ პრემიუმ ბრენდს. პრემიუმ ბრენდის ავტომობილი მინიმუმ 2-ჯერ მეტი ეღირებოდა. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც მინდა რომ ვთქვათ, არის ის რომ ყველა არსებულ ავტომობილში, რომელშიც კი მჯდარვარ, რა დონის, რა ხარისხის, თუ რა ფასის ავტომობილი ყოფილა, გვაქვს ერთი დიდი პრობლემა, განსაკუთრებით ქართულ გზებზე. ეს არის მანქანის სალონის ხმაური. ეხლა შეიძლება რაიმე სხვა შემოიპაროს მიკროფონში, რაც გულისხმობ ან გასაღები იდოს სადმე ან გამომდინარე იქიდან რომ კამერა გვაქვს დამაგრებული, კამერის ხმა იყოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ სალონში ერთი კრინტი, ჭრიალი, ბზრიალი, რაიმე კნესა, აქ არაფერი არ ხდება საერთოდ. ძალიან მყარია ყველაფერი, სადაც ხელი არ უნდა შეახო, რაც არ უნდა ქნა, წიხლით რომ მივაწვე, რაც არ უნდა გავაკეთო, ესეთ სიმყარეს იშვიათად ვნახულობთ. ეს ძალიან სასიამოვნოა. ასევე დავამატებ აუცილებლად იმას, რომ არანაირი პრობლემა არ შემქმნია ამ კეთყვით რამდენი კილომეტრის, თითქმის 8000 კილომეტრის განმავლობაში, არანაირი ტექნიკური წუნი, არანაირი დატენვის პრობლემები, ძალიან ბევრს დადის იმისთვის, რასაც ესე რომ ვთქვათ, ქალაქის სიარულს ვეძახით, გამომდინარე იქიდან, რომ რეკუპერაცია საკმაოდ ძლიერი აქვს. შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ ეს მანქანა როგორც არ უნდა დადიოდეთ, კონდიციონერი ჩართული, კომფორტ მოუდით. სპორტ მოუდს, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ სტანდარტულ სიარულს, ქალაქში შერეულად, ესე რომ დავარქვათ, ყველაფრით ჩართული, დატვირთული მანქანა თავიდან ბოლომდე გადის 500 კილომეტრს გარანტირებულად. ამ ავტომობილს შეუძლია 500 კილომეტრს გარანტირებულად გავლა და ეს არის ძალიან დიდი კომფორტი. იმიტომ რომ ასე თუ ისე გარდა რამოდენიმე ლოკაციისა ჩვენი გრძელი ლოკაცია, სადაც ჩვენი მაცხოვრებლები, თბილისის მაცხოვრებლები მოძრაობენ, არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ბათუმი და მეც ეს გათვლა გავაკეთე ზუსტად რომ ვეცადე რომ ისეთი ავტომობილი ვყოლოდა, რომელიც ბათუმამდე ჩაგვიყვანს და კიდევ დაგვრჩებოდა ზემოდან აუცილებლად რეინჯი. გადავდივართ ეხლა რაც შეეხება მონიტორზე, ზომა, ფორმა, ხარისხი, OLED მონიტორია, მოგეხსენებათ. ძალიან მომწონს. მომწონს ისიც რომ ჩინურთან შედარებით არ არის ჰაერში, არის არამედ მიდგმული, შეგიძლიათ შეხედოთ აგერ ფოტოზე რომ ჩინურ ვერსიებში ჩვენ გვხდება უკვე ჰაერში რაღაცნაირად ესე ვთქვათ გამოკიდებული ჩვენი მონიტორი. ეს არის ესე რომ ვთქვათ პირველადი ნაწილი, საიდანაც მანქანა იმართება, მანქანის ესე რომ ვთქვათ კუთხე. აქ ხედავთ ჩვენ როგორც დაწყებული სიარულის მოუდებიდან დამთავრებული ჩვენი პნევმოდაკიდების სისტემის სიმაღლით, რა სიმაღლეზე ვიმყოფებით. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ესე რომ ვთქვათ მოუდი შევცვალოთ და ინდივიდუალზე გადავიყვანოთ და ამით მაქსიმალურად როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენი კომფორტს როგორც შეესაბამება, ისე ვაკონტროლოთ ყველაფერი, მაგრამ როდესაც იყოფება ეკოში, კომფორტში, როდესაც იმყოფება სპორტ მოუდში, ეს ავტომობილი ცდილობს რომ თვითონ გააკონტროლოს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან გვაქვს ძალიან ბევრი კამერა, წინ დიდ დისტანციას ხედავს და შესაბამისად, თუ ჩათვლის საჭირო დრო სადღაც რაღაც დისტანციაში შესაძლებელია დასჭირდეს ან სტანდარტული, ან მაღალი, ან ძალიან მაღალი აწევა პროცესში, მოძრაობის პროცესში, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, მოძრაობის პროცესში ეს ავტომობილი აიწევა. გადავალ შემდეგზე აუცილებლად რაც არის სიდენიის მასაჟი, არ ვიცი. თუ ვიტყუები ჩვენმა ოპერატორმა თქვას, მასაჟი აქვს არა ამქვეყნიურად გემრიელი.
ძალიან გაუფრთხილდით ამ მასას, რათა თუ ოდესმე მიდიხართ სახში უძილო და ცოტათი დაღლილი და ხვდებით რომ არც ისე კომფორტულად ხართ ავტომობილთან, საჭესთან და ფიქრობთ რომ შეიძლება ჩაგეძინოთ, მაშინ ეს მასაჟი არ ჩართოთ, იმიტომ რომ დაგაძინებთ. ეს შესაძლებლობა აქვს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ის ფაქტორი, რომ თუ ავტომობილს დატენით სრულად 100%-მდე, რა ციფრიც არ უნდა ეწეროს აქ, მაგრამ ამ ავტომობილს ატარებთ ძალიან სწრაფად სპორტულ რეჟიმში, დიდ ცხენის ძალებზე იგულისხმება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ახლა 554 ცხენის ზალა გვაქვს და საკმაოდ დიდი ცხენის ზალაა. ფიქრობ, რომ უნდა ისიც გაითვალისწინოთ, რომ ავტომატურად ბატარეაც უფრო ნაკლებად ძლიერად რჩება. შეიძლება ამას არ გაჩვენებთ და ამას არ გეუბნებათ თქვენი ავტომობილი, მაგრამ ეს ასეა. ანუ იგულისხმება აქ, რომ არსებული მოცემული კილომეტრაჟი, რომელიც დარჩება, მას შემდეგ რაც თქვენ ივლით არანორმალურები ვით, იგაზავებთ, 0-ას გაზომავთ, 100-200-ას გაზომავთ, აუცილებლად, ესე რომ ვთქვათ, სიცოცხლე დააკლდება. გადავალ აუცილებლად შემდეგ ტარების სტილზე, მაღალი რეკუპერაცია, ერთი პედალისწრიული ავტოჰოლდი ეგრეთ წოდებული, რომ როდესაც წითელზე გავჩერდებით თუ არ გინდათ რომ მუხრუჭის პედალზე ფეხი გედგათ, შეგიძლიათ აუშვათ. აქ ხედავთ ჩვენ ტემპერატურებს საბურავებში და ასევე ხედავთ მათ წნევებს. შეგვიძლია გადავიდეთ ყველაზე ესე რომ ვთქვათ დახუნძლულ ნაწილში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დახუნძლული ნაწილი გახლავთ ეს. აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ქონდა, ესე რომ ვთქვათ, ლიდარში, ლიდარი რასაც აკონტროლებს, და ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ყველაფერი აქ გვაქვს ინტეგრირებული, რადგან ევროპულ ვერსიებს ლიდარი არ გააჩნიათ. ხედავთ, რომ ესე რომ ვთქვათ, ზოლების კონტროლს, როგორც შეგიძლიათ ასევე ხმით აკონტროლოთ, ისევე ხმა გაუთიშოთ, ან უბრალოდ ისე აკონტროლოს რული შეგისწოროთ კიდევაც. აუცილებლად ხედავთ ასევე წინ, რომ ვიღაცას არ მივეხატოთ და არ ჩავეხუტოთ უკნიდან მაგის საწინააღმდეგო სისტემასაც და კიდევ უამრავ სხვა დეტალს, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია და უკვე ყველა მანქანაში გვხვდება. ასევე ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია იმან, რაც არ მინახავს არსად. ვცდილობ რომ გავიხსენო, შესაძლებელია ვცდები, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვერაფრით, რომ ავტომობილს ჰქონდა ჯაზ კლუბისა და თეატრის მოუდი. დიახ, არ მოგესმათ. ჯაზ კლუბისა და თეატრის მოუდი. ეს იგულისხმება, რომ Yamaha-მ დაამატა საუნდის ეფექტები, ხმის ეფექტები, რომელიც 3D-ში გაწვდის ჯაზ კლუბის სტილის ხმას და თეატრულ სტილის ხმას. როდესაც ამას გააქტიურებთ, თქვენც ამას მიხვდებით, რამდენად საოცარია კონკრეტულ სიმღერებს ძალიან უხდება, ძალიან მომწონს, მაგრამ არის რაღაცა, რაც მასში მოსაბეზრებელია, ეს არის მაღალი ექო. მე მხოლოდ შემიძლია დავამატო ის საინტერესო ფაქტი, რაც შეეხება ხმოვან, ესე რომ ვთქვათ, ბრძანებებთან და ხმასთან ამ ავტომობილში არის ის, რომ პირველად ავტომობილში ვხედავთ ხელოვნურ ინტელექტს, AI-ს. ეს არის პატარა ზიგრი, ეს არის ჩვენი მეგობარი, რომელსაც შეგიძლიათ გაესაუბროთ, რომელსაც შეგიძლიათ თხოვოთ რაღაც, რასაც ის გააკეთებს. დავით ვფიქრობდი, რომ ამ ხმოვან მესიჯებს უნდა ქონოდა კონკრეტული ტიპი, ვფიქრობდი, რომ ერთი და იგივე წინადადება, რომ მეთქვა სხვადასხვა, ერთი და იგივე შინაარსი წინადადება, რომ მეთქვა სხვადასხვანაირად, ვერ მიხვდებოდა, მაგრამ ხვდება. იმასაც კი ხვდება, რომ კამერა, რომელიც არსებულია შიგნით სალონში, ეს კამერა აკვირდება ადამიანს, რომელიც საუბრობს და იმის მიხედვით ასრულებს კონკრეტულ დავალებებს. დემონსტრაციისთვის. Hi Zeker. Can you open the window please? დემონსტრაციისთვის. Hi Zeker. Hi Zeker. Can you close the window please? ხედავთ, რომ თავის მოვალეობა შვენივრად შეასრულა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. არა მარტო ამ მოვალეობებს, კიდე სხვადასხვა რამეებს ასრულებს, რადგან ეს ხელოვნური ინტელექტი არის, ესე რომ ვთქვათ, ჩამონტაჟებული CarPlay-ში, ინტეგრირებულია მასთან ერთად და შეუძლია თავიდან ბოლომდე CarPlay სისტემაში არსებული, ესე რომ ვთქვათ, ფუნქციებიც გადაიპაროს. აქ გვაქვს ეს ჩვენი გაგრილების სისტემა. ძალიან საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს ის დიდი პრობლემა, რომელიც ჰქონდა
Tesla-ს, რომელიც იყო აი ამის თითით, აი ამ ჩვენი გაგრილების თითით კონტროლი, რო ვერასოდეს ვერსად ვერ გაირტყავს, სადაც გინდა და თუ გაირტყავ რო გაკინავს. აი ეს რატო გადაწყვიტეს, არ ვიცი, მაგრამ აღმოაჩინე რომ ამ ყველაფერთან ერთად გვაქვს არა ერთი ფუნქცია, არამედ კიდევ სამი პატარა. არ ვიცი Tesla-ს ეს რამდენად აქვს, შეიძლება აქვს და ვწდები და Tesla-ს ყველა ვაკნინებ, მაგრამ თუ არა აქვს სწორად ვაკნინებ. არ ვიცი, მე ამ მანქანით ვარ ძალიან კმაყოფილი. მე ამ მანქანაზე მხოლოდ კარგის თქვა შემიძლია მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამ მანქანის შეფასება სადღაც 8 და 3 და 8 და 5-მდე მერყეობს. ეს შეფასება გამომდინარეობს იქედან, რომ ჯერ დროში ეს ავტომობილი არ გატესტილა.